ისე ერთი აზრი მომივიდა მეგობრებო, რომ მეორე ჩენელი გავაკეთო, როგორც გაიგე ლეონას ძრავი ჩაუტკია. არა? რას მეკეთებ? უყურე რა.
როგორც ხედავთ, ჩავდგით ჩვენი ძრავი მანქანაში, სადღაც 90%-ზე ვართ მისული, რომ გავიყვანოთ და გავატაროთ. სიმართლე გითხრათ, უკვე დავქოქე, კი მინდოდა პირველი დაქოქვის გადაღება. იმდენ რაღაცისთვის უნდა მივექცია ყურადღება, რომ უკვე მეთქი გადავქოქავ და ნახავ ჯერჯერობით რა არის თქო. ყველაფერი კარგად მუშაობს, როგორც უნდა იმუშაოს ისე. დანამატებიც გვაქვს, რომ შეიძლება შეამჩნიეთ უკვე. აი ეს ახალი intake-ი დავაყენეთ, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო. ასევე გვაქვს ინტერკულერი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა და არ ქონდა აქამდე. და პატარ-პატარა წვრილმანები შევცვალეთ, რაც ეხლა არ მომდის თავში, მაგრამ მე გამახსენდება და გეტყვით. ეხლა გვაკლია აი ეს არის ჩვენი blow-off valve-ი. უნდა წავიღო და დავასვარკებინო, იმიტომ რომ ალუმინის სვარკა არ გვაქვს და ამიტომაც გაგვეწელა, თორე ეხლა უკვე ამით უნდა დავდიოდე რა. წინაზე შეგპირდით, რომ განახებდით დეტალურად რა გავუკეთე ამ მანქანას, რომ გამეტურბინებინა და მე მგონი ამაზე კაი შანსი არ მომეცემა, მანქანა უკვე აწეულია და ეხლა დეტალურად განახებთ რა გავაკეთეთ და როგორ. აქედან დავიწყოთ მოკლედ. სუსუთავიდან რაც გავაკეთეთ იყო აი ამ ტურბოს მხარის აწყობა. დავაყენეთ ჩვენი გამშვები და მოვათავსეთ ტურბო. ეს დიდი არაფერი არ იყო, სადღაც საათნახევარიც არ დაჭირებია ამ ყველაფერს. ყველაზე დიდი დრო დაჭირდა აი ამის აწყობას. ეს არის 4 ინჩიანი დაუნპაიპი, რომელიც გადადის მერე 3 ინჩიან მთლიან გამშვებში და მიდის ბოლომდე ორიგინალ ბაჩოკამდე. მაგასაც განახებთ. ესე იგი, აქ გვაქვს ჩინური აუდის ბაბინები, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. დანარჩენი აქ ყველაფერი ქარხნულია, უბრალოდ 1-2 წელი შკივი მოვხსენით, ასევე ჩავხსენით კონდიციონერი, აღარ გვჭირდებოდა ეგ. ეს ბენზინის რეიკა ამ intake-ს მოყვა, ახალია და ჯერჯერობით ძველი ინჟექტორები მაქვს, მაგებსაც გამოვცვლით. ეს ბენზინის ხაზები კიდე ახლა გავაკეთეთ ორივე მხარეს და დავაყენეთ ეს რეგულატორი. აქ არის, ჯერჯერობით არ დავიმაგრებია, მაგრამ ეგ არის. დროსელიც ამ intake-ს მოყვა, საკმაოდ დიდია. აქ გვაქვს BMW-ს დროსელის პოზიციის სენსორი, ასევე გვაქვს BMW-ს წყლის ტემპერატურის სენსორი. საკმაოდ ბევრი BMW-ს ნაწილები გვაქვს სხვათა შორის. ძრავშიც შატუნები რაც დავაყენეთ არის i34 M5-ის ძრავისთვის წესით. სტადები, head-სტადები რაც დაუჭირეთ, ეგ არის i30 M3-ისთვის, ასევე ეგრეთ წოდებული კლადიშები, ეგეც i34 M5-ის ძრავისთვის არის. ამ ინტერკულერზეც გეტყვით, იგი გავზომეთ და რაც შეიძლებოდა დიდი, ბევრ რაღაცას აჭირდა მიჭრა-მოჭრა, მაგრამ მე მგონი დავტიეთ რა. ეხლა ავწევ და განახებთ გამშვებს. წინიდან მივყვეთ, აქ არაფერი განსაკუთრებული, აი აქ გვაქვს ჩვენი ტურბოს დრეინი, ეგრეთ წოდებული. დანარჩენი ყველაფერი არის ქარხნული, სანამ აი აქ არ მოვალთ, როგორც გითხარით, ეს არის ჩვენი 4 ინჩიანი დაუნპაიპი, აქ არის ჩვენი wastegate-ი, რომელიც ყველაფერთან არის ახლოს, როგორც ხედავთ, მილიმეტრებში არის, მაგრამ არაფერს არ ეხება. მერე გადავდივართ 3 ინჩიან გამშვებში, რომელიც ესეთ ლამაზ კლემპებზეა. მიდის ბოლომდე, სანამ აი ამ დროსელამდე არ მოვალთ. ეს არის ჩემი დროსელი, როგორ განახეთ, კნოპკაზე იღება და იკეტება. ოიმე, მოდი აქ. რომელიც ძალიან კაი ფუნქციაა სხვათა შორის. აქ ცოტა ხიც გასდის, არა უშავს და ბოლოში შედის ჩვენს ორიგინალ მაფლერში. როგორც ქარხნული ეგეთია რა. უბრალოდ ცოტათი მეტი ცხენები აქვს. ცოტათი. ეხლა რა არის ჩვენი მიზანი? პირველ რიგში უნდა დავამთავროთ ეს ინტერკულერის piping-ი, მივიყვანოთ intake-ამდე, ყველაფერი დავუჭიროთ, დავაყენოთ ბამპერი და მერე უკვე ყველაფერი უნდა გავსინჯოთ და რა ვიცი, გავტესტოთ რა, ახალი აწყობილი ძრავია მაინც. გავატაროთ პირველი 1000 კილომეტრი, შევამოწმებ ხოლმე ფილტრს, ნაცვეთი მინიმალურად კონდეს, უნდა კონდეს ცოტა თავიდან, მაგრამ ძალიან ბევრი არ უნდა კონდეს. ერთი ამოვქოქოთ, მინდა განახოთ როგორ მუშაობს. მე მგონი დაიკოქება. ოიმე. ადრე რო განახეთ რაღაც პატარა ტიკ-ტიკის ხმა რო ქონდა, ესე იგი ოდნავ აქვს ისევ ეგ ხმა, იმიტომ რომ ეს ინჟექტორებია, მოკლედ ჩინური ინჟექტორებია და
რავი, ძალიან დიდი ხმა აქვს რა, ამასაც ველოდები, ბოშები უნდა ჩამომივიდეს. ბოშები ჩამომივა, მოკლედ არ ვენდობი ამ ინჟექტორებს და მაგებსაც გამოვცვლით რა. ეს არის 600-იანები და ბოშები წესით უნდა იყოს 1000-იანები. როგორც დაინახეთ, კარგად მუშაობდა ძრავი, თავის აბაროზე მუშაობს. იმედია ფილტრო შევამოწმებ, არაფერი არ იქნება და კარგად გაივლის ამ პირველ 1000 კილომეტრს რა. ჩავდგით ჩვენი ძრავი, ამოვიყვანე უკვე სადღაც 1 კვირა დავდივარ. კარგად მუშაობს ძრავი, ის ინჟექტორების ხმა აქვს, მაგრამ ეგ დავიკიდო ცოტა ხანი. მართლა კარგად მუშაობს ძრავი, კმაყოფილი ვარ, იმედია ესე იმუშავებს სულ. მიხურდებოდა რა, ეს ძველი ფენი მეყენა და მოხსენი და მე ხურდებოდა და აი ეს ფენი დავაყენეთ, პატარა ბრაკეტებით, რაღაცები გავაკეთეთ და დაყენდა. კეჩკენის შლანგები წავიყვანეთ, ჩვენს იქით პატარა რეზერვუარი აყენია, მაგას განახეთ მე. ეხლა უკვე ამ 1000 კილომეტრის გატარების დროა და სხვას უკვე დრო გვანახებს რა. ასე ველოდებით ჩვენს 1000-იან ინჟექტორებს, რომ ეგენიც დავაყენოთ და ბარემ ერთხელ წესიურად ჩავწეროთ პროგრამა რა. ჯერჯერობით კი რავი, სხვა არაფერი არის სასაუბრო, ფაქტიურად ყველა დეტალი იცით ამ პროექტზე. გადაცემათა ყოლოფიც ადრე ვთქვი, რომ იგივე არ დარჩებოდა, ამიტომაც წინაზე ამერიკაში წავედით, ძრავი რო გვეყიდა და ეხლა კანადის ფარგლებში ვარ. პრინტერიდან არის მოხსნილი 5 სიჩქარიანი უდიჯი კოლოფია. თუდი ის არის, რომ ამ გადაცემათა ყოლოფს ეგრევე ვერ დავაყენებ. უნდა ვიშოვ მეორე 8 ცილინდრიანის ან 12 ცილინდრიანის გადაცემათა ყოლოფი, მივაბა აი ამ გადაცემათა ყოლოფს, რომ ცოტა ცხენის ძალები აიტანოს რა. მაგაზეც დეტალურად მე გეტყვით რა და როგორ ხდება, სხვა კომპიუტერი უნდა, სხვა უკანა მხარე უნდა, მაგებს გაგარკვევთ კაცო მე. ესე იგი ერთი აზრი მომივიდა მეგობრებო, რომ მეორე ჩენელი გავაკეთო, როგორც იცით, სუბტიტრებს ვადებ ხოლმე ჩემს ვიდეოებს და სიმართლე გითხრათ, ხელს შემომივიდა, იმდენი საჩალიჩოა ხოლმე, ესე იგი ვიდეოს თუ გავაკეთებ სადღაც 3-4-5 საათში, სუბტიტრების დადება მიწევს კიდევ იგივე 3-4 საათი რა და აი არ შევიძლია მოკლედ. და ვიფიქრე, ესეთი იდეა მქონდა, რომ გამეკეთებინა მეორე ჩენელი და გადამეღო ვიდეოები ინგლისურად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჩანელს დავივიწყებ და აღარ გადავიღებ, უბრალოდ რავი, როგორც მომიხერხდებოდა, ხანდახან ინგლისურად გადავიღებდი, ხანდახან ქართულად რა. სხვათა შორის უკვე გავაკეთე ეგ ჩანელი. აწერია გიჟილეო 2. ერთ-ორჯერ ვცადე ძვლის ვიპოვე და თუ შეგხვდათ სადმე, subscribe გავუკეთეთ რა. ეხლა კი დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ამ პროექტის update-ი. სიახლე რაც მექნება, აუცილებლად გადავიღებ და მეყოლებით საქმის კურსში. ეხლა კი კარგად იყავით. აბაჰეთ და აბაჰოთ. და მეორე ჩანელის ლინკი იქნება აღწერაში. მეორე ჩანელი იქნება? თუ დათიფიქნება. აი. სწავლობი შენ სადმე? უბრო.